მარტის მესამე სამუშაო კვირად საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ეკონომიკური, ასევე ბიზნეს სიახლეებით. დღეს პარასკევია და საქმიან საღამოში კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ქართულ სიახლეებს BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილესთან შოთა ტყეშელაშვილთან მიმოვიხილავთ. შოთა, საღამოშტობის დიდი მადლობა შენი დროისთვის. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდა ექსპორტის სტატისტიკა, რომელიც ძალიან საინტერესოა, მოგვიყვებით ძირითადი ტენდენციების და ტრენდების შესახებ, რომლებიც ჩანს სტატისტიკაში. დიახ, გავიგეთ იანვარ-თებერვლის ექსპორტის დაზუსტებული მონაცემები. სულ საქართველომ $835 მილიონი ღირებულების საქონელი გაიტანა ამ პერიოდში ექსპორტზე, რაც წლიურად მხოლოდ 4%-ით არის გაზრდილი. პირველ ადგილზე კვლავ არის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, რამაც $285 მილიონი შეადგინა და ეს ექსპორტი, ამ საქონლის ექსპორტი გაზრდილი არის 8.6%-ით, მეორე პოზიციას იკავებს მადნების ექსპორტი, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი, რომელმაც $40 მილიონ მიაღწია, ის არის გაზრდილი 17%-ით, ხოლო მესამე ადგილს კი სპირტიანი სასმელები იკავებს $30 მილიონი ექსპორტით, თუმცა ამ შემთხვევაში შემცირება გვაქვს დაახლოებით 16%-იანი, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს ექსპორტში სპირტიანი სასმელების ექსპორტი აჭარბებს ღვინის ექსპორტს, რამაც უკვე ტენდენციის სახეც მიიღო ექსპორტის შემადგენლობაში. შოთა, ასევე მიმდინარე კვირას, როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია საშუალო ხელფასების სტატისტიკასთან დაკავშირებით, რაც ძალიან საინტერესო სტატისტიკური მონაცემია, რომელიც ყოველთვიურად, როდესაც ქვეყნება ხოლმე იწვევს ნებათა ღელვას საზოგადოებაში. მოდი, გავაცნოთ მაყურებელს, რა ვითარება გვაქვს ხელფასების მიმართულებით და რა ტენდენციები იკვეთება. დიახ, გამოქვეყნდა საქართველოს საშუალო ხელფასის სტატისტიკა გასული წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც საშუალო ხელფასების მოცულობა გაიზარდა 8.5%-ით წლიურ ჭრილში და მან მიაღწია $2217. ეს თანხა არის მთლიანი დარიცხული ხელფასი, ანუ მთლიანად დარიცხული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი და მას იმისთვის, რათა რეალურთან ახლოს რეალური საშუალო ხელფასი გავიგოთ, უნდა გამოვაკლოთ საშემოსავლო გადასახადი 20%-ის ოდენობით, რაც ამ შემთხვევაში არის $440 და მთლიანობაში საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით საშუალო ხელფასი გამოდის $1780. თუმცა ეს მხოლოდ ერთი გარემოება არ არის საშუალო ხელფასებთან მიმართებით, რასაც კორექტირება ჭირდება, რადგანაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს არის მხოლოდ საშუალო არითმეტიკულით დათვლილი საშუალო ხელფასი და რეალური საშუალო ხელფასის, ანუ იმ ხელფასის, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი უხშირეს შემთხვევაში იღებს, ამის გამოსაცვლელად საჭირო არის არა საშუალო არითმეტიკულის, არამედ მედიანური ხელფასის გამოთვლა, რასაც საქსტატი წლიურ ჭრილში ითვლის და ის ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა სხვაობა ამ ორ მაჩვენებელს შორის, როგორც წესი, დაახლოებით 30%-ში ადგენს და დაახლოებით 30%-ით უფრო ნაკლები არის ხოლმე ყოველთვის გამოქვეყნებული ოფიციალური მედიანური ხელფასის მოცულობა საშუალო ხელფასთან მიმართებით. შესაბამისად, სწორედ ამას უკავშირდება მკითხველების თუ მოსახლეობის შეფასებები, როდესაც საშუალო ხელფასების სტატისტიკა ქვეყნდება რეგულარულად. ასევე სტატისტიკა გავრცელდა მთლიან შიდა პროდუქტთან დაკავშირებითაც, რა ტენდენციები იკვეთება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. დიახ, დეტალური ანგარიში გამოქვეყნდა, საიდანაც ვიგებთ, რომ გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის მთლიანმა ზომამ მიაღწია $91 მილიარდ, რაც გაზრდილი არის წლიურად 9.4%-ით, ხოლო თავად სექტორებს შორის პირველ ადგილზე ზრდის მიხედვით არის განათლების სექტორი, რომლის ზომაც გასულ წელს გაიზარდა 29%-ით, ხოლო მეორე ადგილზე ზრდის მიმართულებით არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის და მათ შორის IT სექტორი. IT სექტორში ვიცით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს სფერო ყველაზე მაღალი ზრდით ხასიათდებოდა საქართველოს ეკონომიკაში, რაც რუსეთიდან და უკრაინიდან მიგრაციას უკავშირდებოდა IT პროფესიონალების, ხოლო ახლა კი მას გადაასწრო განათლების სექტორში არსებულმა მაჩვენებლებმა და ფაქტობრივად 29%-ით არის გაზრდილი განათლების
განათლების სექტორის მოცულობა გასული წლის განმავლობაში, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია მთავრობის მხრიდან განათლების სექტორის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდაზე, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში უფრო და უფრო მეტი უცხოელი სტუდენტის მიღებაზე, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს იხდიან საქართველოში სწავლისთვის და სავარაუდოდ აღნიშნული ფაქტორები ამ სექტორის ბრუნვის ზრდაზე ახდენს გავლენას. ძალიან საინტერესო კვირა გამოდგა, შოთა დიდი მადლობა შენი დროისთვის, დავალოდებით უკვე მომდევნო პარასკევს და მომდევნო კვირის მიმოხილვას. საქმიან საღამოში BMG-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე შოთა ტყეშელაშვილი გვერდებოდა, რომელთანაც კვირის მთავარი მოვლენები მიმოხილეთ, რომელთა შესახებ საქართველოში გავიგეთ.